საგამომშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში Once the Record. 24 News-ის სიღრმისეული ინტერვიუების გადაცემა. წელიწად ნახევარი მოლაპარაკებებისა და 2 მოკლე ომის შემდეგ აშეცეშუ და ირანი მზად არიან ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი მოლაპარაკებების პირობებს, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმის ტექსტი ჯერ კიდევ არ გვინახავს და მიუხედავად იმისა, რომ ირანი ომის დროს მათ არაერთხელ დაესხა თავს, თითქმის ყველა სპარსეთის ყურის არაბულმა ქვეყანამ არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა მიესალმა ამ შეთანხმებას. მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც ჩანს, არ არსებობს რეალური გარანტიები იმისა, რომ ირანი მომავალში ისევ არ დაესხმება მათ თავს. როგორ უყურებენ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ომის შესაძლო დასრულებას? და რას ნიშნავს ეს მათი ურთიერთობების მომავლისთვის ისლამურ რესპუბლიკასთან? ამ ყველაფრის გასაანალიზებლად დღეს საღამოს ჩვენთან ერთად არის ჯასემ ალჯურაიდი. ალჯურაიდი არის ქუვეითში დაბადებული საგამოძიებო ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და სეკულარიზმის მხარდამჭერი, რომელიც კანადაში ცხოვრობს. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ქუვეითის საფინანსო ცენტრში, მალქასში. ალჯურაიდი გაათავისუფლეს ქუვეითის გაზეთი ალ-ქაბასიდან რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ წერილისა და ისრაელთან მშვიდობის მხარდაჭერის გამო. და ქუვეითში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამართლებრივი დევნის წინაშე მდგომმა ის კანადაში გაიქცა, სადაც დაცული პირის სტატუსი მიიღო. და იქ ის აგრძელებს თავის საგამოძიებო და ანალიტიკურ საქმიანობას. ჯესმ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი ამ საღამოს. ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა. გმადლობთ. მინდა დავიწყო იმ მემორანდუმით, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის იქნა მიღწეული. კვლავაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს ოფიციალური ტექსტი. და თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმაც კი დღეს თქვა, რომ მიღწეული ტექსტი საბოლოო არ არის. მაგრამ ამ მემორანდუმის არსის საკმაოდ მკაფიო სურათი არსებობს მასზე, სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით. მაშ ნამდვილად მაყოფილები არიან სპარსეთის ყურის ქვეყნები ომის დასრულებით ახლა, როდესაც ირანის რეჟიმი გაძლიერებულია და უფრო რადიკალური. თუ ეს უბრალოდ უფრო მეტად არის დათმობის პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ისინი ირანთან მრავალი წლის განმავლობაში დღემდე მისდევენ. ეს ახლა ძალიან მწვავე კითხვა და რაც ხდება, როგორც პროგრესი, იცით, პოლიტიკური სტატუს-კვო სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში. მათ ვაჭრობისა და ეკონომიკის გამოცოცხლება სურდათ. ამავე დროს ისინი კვლავაც შიშობენ, რომ ირანის რევოლუციური გვარდია გააგრძელებს პროქსების დაფინანსებას. იცით, ფარული უჯრედები ამ ქვეყნებში თავიანთი იდეოლოგიის აღსადგენად და მესამე ან მეხუთე ხაზის აღსადგენად იმისთვის, რომ შემდგომი თავდასხმები განახორციელონ, საზოგადოება კონტროლიდან გამოიყვანონ და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიმღებებზე და აღმასრულებელ პანელზე. ჩემი ანალიზით ეს ყველაფერი დონალდ ტრამპისთვის შუალედურ არჩევნებს ეხება. ბატონ ტრამპს, ჩემი აზრით, ეს შუალედური არჩევნები უნდა გაიაროს გარკვეული დაპირებებით, რომ ომში არ ვართ. ჩვენ სამხედრო მისიებში ან სამხედრო მოქმედებებში ვართ. SPS-ის სახელით ან ჩვენი მოკავშირეების მოწოდებით SPS-ში. ამიტომ ემირატები ისინი არენდობიან ირანის რევოლუციურ გვარდიას, მათ დაასახელეს ისინი. მე იმ ოთახში ვიყავი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, როდესაც მათ უკვე წამოიწყეს ძალიან კარგი კოალიციური მოძრაობა პალატაში. ისინი ცდილობდნენ ირანი კონტექსტიდან ამოეყოთ, როდესაც საქმე ამ ლიდერობის ლეგიტიმაციას ეხება. ასე რომ ემირატები თავიანთ საქმეს აკეთებენ, ქუვეითსა ძლიერად უტევენ. ასე რომ ყველამ ვიცით, რამდენად საშიშია ეს მეზობელი, მაგრამ საქმე ისაა, რომ მემორანდუმა უნდა აჩვენოს, რომ პრეზიდენტი მშვიდობის მოყვარეა და ის მართლაც მშვიდობის მოყვარეა, მას სურს მშვიდობა ამ რეგიონში. ის აბრაამის შეთანხმებების უკან იდგა ბატონ კუშნერთან ერთად, მაგრამ ფიქრობ ჯერ კიდევ არ დაგუსრულებია. ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შედეგები არ მინახავს.
ამაში წარმატების განსაზღვრას ვერ ვხედავ. ყველას თავისი განსაზღვრება აქვს. GCC-ს, IFGC-ს, შეერთებულ შტატებსა და მათ მოკავშირეებს წარმატების თავისი განსაზღვრება აქვს. მე ვფიქრობ, რომ ისრაელი ჯერ კიდევ ამ მისიაზე. და ეს აღნიშნე გაეროში სიტყვით გამოსვლისას. მართალია. თქვენ ახსენეთ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ქუვეითის რეაქცია. ორი იმ ქვეყნიდან, რომლებიც ირანისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. როგორი მოქმედა ამ ომმა ქუვეითის დამოკიდებულებაზე ისლამური რესპუბლიკის მიმართ? ქუვეითი, იცით, რეგიონში სამ დიდ გამოწვევას შორის ცხოვრობს. ქუვეითი მდებარეობს საუდის არაბეთს, ერაბსა და ირანს შორის. ამიტომ ჩვეულებრივ ქუვეითს ამ რეგიონში საერთოდ არ აქვს გავლენა. ქუვეითი ძალიან მშვიდობიანი ქვეყანაა, პოლიტიკურად ლიბერალური ქვეყანაა. ისინი უბრალოდ მშვიდად ცხოვრება სურთ განვითარება, მუსიკით დაკავება, მეცნიერებით დაინტერესება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ქუვეითს ამ საკითხში მყარი პოზიცია არ აქვს, მაგრამ ქუვეითმა ასევე გამოხატა თავისი შიში, რომ ეს თავდასხმები შეიძლება გადაწელდეს. და მათ ბევრი კითხვა დასვეს და გააძევეს ერთ-ერთი თავდაცვის ოფისის ან თავდაცვის ბიუროს წარმომადგენელი ქუვეითში, რომელიც ირანის საელჩოს ექვემდებარებოდა. და ეს არის ის, რასაც ქუვეითი ფიქრობს. ქუვეითი ფიქრობს, რომ კარგი, შეერთებულ შტატებს დაუჭერ მხარს. საბოლოოდ ქუვეითის ფელმა მოსახლეობამ დაინახა, რომ ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს, ირანი. და ეხლა ბევრი მოკავშირე გვყავს. მათაც იგივე მტერი ჰყავთ. ხედავთ, რომ ისრაელსაც იგივე მტერი ჰყავს და ისინი ეხმარებიან ამ რეჟიმის დარტყმაში, განადგურებასა და დასუსტებაში. და ეხლა შეერთებული შტატები და ემირატებიც ყავს. მათაც იგივე პოზიცია აქვს და ემირატებმაც დაიწყეს დარტყმების განხორციელება. ასე რომ ქუვეითის პოზიცია, რომ ისინი ყველა ამ ქვეყანასთან ერთად არიან, მაგრამ საჯაროდ ვერაფერს აცხადებენ. მინდა უფრო ღრმად ჩავუღრმავდე. განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონში არსებულ მდგომარეობას, რადგან ყურის ქვეყნებში, ვისთანაც ვსაუბრობდი, მათ შორის ამ გადაცემაშიც, ყველამ თქვა, რომ ყურის ქვეყნებმა უნდა გადახედონ თავიანთ ურთიერთობებს ისლამურ რესპუბლიკასთან. და ვფიქრობ, რომ ამას გარკვეულწილად ვხედავთ კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო მონოლითი არ არის, ვხედავთ, რომ ორი ბანაკი ყალიბდება. უფრო მკაცრი, ქორების ბანაკი, რომელსაც ხელმძღვანელობს არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბარეინი, და შემდეგ არის უფრო ზომიერი, ესე ვთქვათ, მტრედების ბანაკი, რომელიც დათმობის პოლიტიკის მხარდაჭერას ემხრობა. ამ სპექტრის ბოლოში აშკარად ომანია, მაგრამ აქვე შეგვიძლია დავასახელოთ კატარი და გარკვეულწილად საუდის არაბეთიც. სათხედავს ქუვეითი საკუთარ თავს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ამ ახალ ჩამოყალიბებად დინამიკაში ირანის მიმართ. კიდევ ერთხელ, იცით, ამ რეგიონში კონკრეტულად ყველაფერი ერთმანეთზე და ზემოდან ლაგდება. ერთ-ერთი იყო კონფლიქტი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ჰქონდა საუდის არაბეთთან სამხრეთ იემენში. ჩვენ ამას სამხრეთ არაბეთს ვეძახით. და შემდეგ ყველაფერი მართლაც ასე განვითარდა. ორივე ქვეყანას შორის ძალიან უარყოფითი მიმართულებით წავიდა. და შემდეგ საუდის არაბეთმა განსხვავებული პოზიცია დაიკავა. ეხლა მუსლიმთა საძმოსთან მიმართებაში თქვა, რომ ჩვენ ვებრძვით მუსლიმთა საძმოს შიგნით, მაგრამ ვუჭერთ მხარს მათ, იცით, ჩვენი საზღვრების გარეთ სუდანსა და იემენში. ასე რომ ეს ეხება ქუვეითს და ქუვეითი ერთადერთი მეზობელია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი საუდის არაბეთის მხრიდან. ქუვეითი უკვე ძალიან რთულ მდებარეობაშია და ფიქრობს, რომ ეხლა ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოზიცია, ჩვენ არაფერს ვიტყვით. ჩვენ მხოლოდ ჩვენს არსებობაზე ვიფიქრებთ. ასე რომ ეგზისტენციალური საფრთხეები, რომლებიც მოდის ირანის რევოლუციური გვარდიიდან, საუდის არაბეთმა არ გამოავლინა ინტერესი, რომ წინააღმდეგობა გაეწია ან ქუვეითისთვის დახმარება გაეწია თავის დაცვაში. ისინი ამას ხშირად ამბობდნენ, ანუ ამბობდნენ, რომ ქუვეითს დავიცავთ, ჩვენს ყველა ძალასა და შესაძლებლობას ქუვეითის დასაცავად გამოვიყენებთო. მაგრამ არაფერი გააკეთეს. სხვა პოზიცია დაიკავეს, შუამავლის როლში აღმოჩნდნენ.
მათ იციან, რომ ირანის რევოლუციური გვარდია ქუვეითს უტევს. ამ სცენარში ჩაგვრელი მხარე არსებობს, მაგრამ მათ არ რჩიეს უბრალოდ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, რათა საკუთარი თავიც დაეწოთ მათგან. და მათ სულ ასევე აჩვენონ, რომ ბოლო დროს დარღვეული კავშირები აქვთ მუსლიმთა საძმოსთან. ასე რომ ქუვეითი იმავე მდგომარეობაშია, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, ამიტომ ქუვეითიც და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც თითქმის ერთნაირად დაექვემდებარნენ ძლიერ თავდასხმებს. და ქუვეითმა შესაძლოა ბოლო დროს მეტი რაკეტა და დრონი მიიღო. მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ ახლახან იგივე პოზიციაზე ვართ, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები. და ეს ძალიან ავიზიანებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს. ისინი არ სურთ, რომ ჩვენ ეცეთ მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ისინი არ სურთ, რომ ჩვენ რეფორმა ჩავატაროთ ქუვეითში და მოქალაქეობა წავართვათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს ქვეყნის ხელში ჩაგდება ყალბი პირადობებით. ეს საუდის არაბეთია და ომანი. ომანი სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს საუდის არაბეთთან შედარებით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უფრო მობიერები ვართ ირანის მიმართ. და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემი აზრით ძალიან ბულცველად ვამბობ, სირცხვილის მომბრელი პოზიცია დაიკავა. ირანის მხარდაჭერა დამოუცხადა, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსაც კი შეუდია იმით, რომ თქვა, მათაც უნდა დაიცვან თავიანთი თავი. ასე რომ ის ამართლებს მათ ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმას, ქუვეითმა ამაზე არ უპასუხა. ქუვეითმა ბევრ ამაზე არ უპასუხა, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქუვეითი არ პასუხობს, ეს ნიშნავს, რომ ქუვეითი ამის წინააღმდეგია. ხო, ესეა. მოკლე პასუხი დიახ თუ არა? ფიქრობ, რომ ქუვეითს სურს ირანში რეჟიმის შეცვლა? უდავოდ. დავით. დიახ, ქუვეითი იგივე პოზიციაზეა, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაგრამ არ ფიქრობ, რომ საუდის არაბეთი აშკარად ამ ცვლილებას მოითხოვს. რადგან ისინი ყველა ერთსა და იმავე პოლიტიკურ ისლამურ ბანაკში არიან. როცა რეალ მადრიდისა და ბარსელონას ლა ლიგაში თამაშს უყურებთ, უბრალოდ მინდა ეს მაგალითი მოვიყვანა. ბარსელონას არ უნდა რეალ მადრიდის ლიგიდან გადრება. ისინი უნდათ გაანადგურონ, ისინი იბრძოლებენ, როცა მათ წინააღმდეგ ითამაშებენ, მაგრამ არ უნდათ საერთოდ მოიშორონ, რადგან ეს იმ იდეოლოგიასაც და აუდიტორიასაც კვებავს, რომელსაც კიდევ ერთი მეტოქის არსებობა სჭირდება. საუდის არაბეთი. სურს დაასრულოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, მაგრამ არა მისი სრულად მოშორება. რადგან ფიქრობენ, რომ შემდეგი მათი იდეოლოგია ვაჰაბიზმი. მე ვსაუბრობ იმ მაღალ დონეზე, იმ მიდგომაზე, რაც მათ აქვთ, როცა საუბრობენ ისლამური სამყაროს ლიდერობას. ხო, ჩვენ ვართ იმ პოლიტიკური ისლამის ბანაკში, სადაც ხედავ პაკისტანს, ირანს, საუდის არაბეთს და პალესტინას. მოდი ისევ პალესტინაზე ვილაპარაკოთ. ისინი ხო იცი სუსტდებიან. ესე რომ ჩანს, რომ ქუვეითი უფრო ახლოს დააყენე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბარეინის ბანაკთან, მაგრამ განსხვავებით არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან და ბარეინისგან, ქუვეითს ისრაელთან ურთიერთობა არ აქვს. სინამდვილეში ქუვეითელისთვის არალეგალურია ისრაელთან პირდაპირი კონტაქტი. თუ ეხლა ქუვეითში იქნებოდი, ჩვენ ვერც კი შევძლებდით ამ საუბრის ჩატარებას. და 6 წლის წინ აბრამის შეთანხმების გამამოცხადების შემდეგ ქუვეითმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ბოლო იქნება, ვინც ისრაელს აღიარებს. და მაინც თქვენ ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვით, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ ქუვეითში ისრაელის სადმის საზოგადოებრივი აღქმა შეიცვალა. რას გულისხმობთ ამაში? გულისხმობ, შეხედეთ ამას. წარმოიდგინეთ, ჩვენთან ერთად ერთი წუთით, რომ ქუვეითი ისრაელთან ურთიერთობებს ნორმალიზებს, საუდის არაბეთი არა, ერაყი არა და ირანი არა. როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ქუვეითს? ისინი გაანადგურებენ ქუვეითს. ისინი მიიღებენ რაკეტებს და დრონებს, როგორც უკვე მიიღეს. ისინი გაანადგურებენ ჩვენ. ისინი წაშლიან ჩვენ რუკიდან. როცა ვსაუბრობ დიპლომატიაზე კულისებს მიღმა, მათ შორისაც არის დიპლომატია. მე ვსაუბრობდი და მქონდა საუბარი ბევრი სფერის მედიასთან და არაფერი დამარცხნია. რაც მოხდა ის იყო, რომ როცა შეიხი საბაჰ ალ-აჰმადი 2020 წელს გარდაიცვალა, მაშინ დამესხნენ თავს. მე ვწევდი ალქაბასისთვის დაახლოებით 6 თუ 7 წლის განმავლობაში, სანამ გამაძევებდნენ. მე გამათავისუფლეს.
ასე რომ არ არსებობს კანონი, რომელიც მიგრძალავს ისრაელელთან საუბარს. ერთადერთი კანონი რაც გვაქვს, ისაა რომ ჩვენ არ გვაქვს საელჩო ისრაელში და ისრაელში წასვლა კანონით აკრძალულია, რადგან როგორც ქვეყანას იქ საელჩო არ გვაქვს. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვერ ვიზრუნებთ თქვენ საქმეებს. ესა ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს. ამის გარდა მე ისრაელებთან საუბრობდი. მე მქონდა ანგარიშები ისრაელელებთან, რომლებიც გავაშუქე, არ მინდა მათი სახელები დავასახელო, მაგრამ ისინი იქ არიან. და ჩემი ანგარიში მხოლოდ მაშინ გააბრაზა რადიკალი ისლამისტები, როცა შეიხი მუჰამად მუჰამადის შემდეგ მათ გარდამავალ პერიოდში ნებისმიერ ძალაუფლების გადაცემისას სპარსეთის პურის ომის დროს. ეხლა რჩევას გაძლევ. რადიკალი ისლამისტები ამ სიტუაციას იყენებენ, რომ საზოგადოებრივი აზრი დაიტოვა. ამიტომ ისინი მიდიან და ამბობენ, იცი რა, შემდეგი ემირი ძალიან რელიგიური იქნება და ის ჩვენთან უფრო ახლოს იქნება ვიდრე სხვებთან. ამიტომ გვინდა თქვენი მხარდაჭერა საზოგადოება, რომ ჩვენი იდენტობა აღვადგინოთ. ქუვეითი არასდროს ყოფილა რადიკალური ქვეყანა. ქუვეითი ყოველთვის ლიბერალური ქვეყანა იყო. დედაჩემი მოკლე ქვედაბოლოთი დადიოდა ქუჩაში. ეს არ იყო ქუვეითი. ეხლა უკვე ვიცით ჩვენი პრობლემა. და ერთადერთი პრობლემა რაც ჰქონდა და მადლობა მისცეს, ეს არის ჰაქრაბი. კარგი? ჰაქრაბინი ებრძოდა რადიკალებს. მათ ისრაელში რადიკალურ ჯგუფებს ეძახიან, რომლებიც ტერორისტებივით იყვნენ ან ძალიან დამთხმუნველები. ისინი ცდილობდნენ, რომ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი დაენერგათ ისრაელში. ჰაქრაბინი მათ მიერ იქნა მოკლული. და ქუეითმანს აღნიშნა, რომ ჩვენც ვიცავთ თავს ამ ჯგუფებისგან. მათ სიონისტურ რადიკალურ ჯგუფებს ეძახიან. და ტერმინი სიონისტი არ მეხამება, რადგან სიონიზმი სრულიად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რასაც იმ დროს ხედავდით. ასე რომ, ქუეითს ანუ არ აქვს პრობლემა არაფერთან, რაც ისრაელს უკავშირდება. სინამდვილეში მათ იცოდნენ, რომ ქუეითში ყოფნისას ისრაელებთან საუბრობდი. ქუეითს ჩემ წინააღმდეგ არც ერთი საქმე არ აღუძრავს. მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიხი საბა ალ-აჰმადი გარდაიცვალა, შინაგან საქმეთა მინისტრი მაგალითად, ის იმავე პოლიტიკური ისლამის ბანაკიდან იყო. ამიტომ მან დამიწყო დევნა და ეხლა თვითონ ციხეშია. საბოლოო განაჩენით მას 3 წლით მოუწევს ციხეში ყოფნა და ის სამეფო ოჯახიდან. ჩემი 14 წლიდან დაახლოებით 8 წელი ამ კაცის გამო დამეკარგა. ასე რომ ქუეითი ეხლა თავის იდენტობას აფადგენს და ეხლა ომის დროს ამის გაკეთება ძალიან რთულია. იცით, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ესე რომ თქვენ გაქცევით ქუეითიდან ძირითადად იმიტომ, რომ მოკლის მუქარები მიიღეთ და ასევე მას შემდეგ რაც გაგათავისუფლეს. თუ სწორად გიგებთ, ამბობთ, რომ საზოგადოებრივ გრივი განწყობა ისრაელის წინააღმდეგ ქუეითში გარკვეულწილად შეიცვალა. ეს ასევე გამოწვეულია იმ ნაბიჯებით, რომლებიც ქუეითის ხელისუფლებამ გადადგა მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგ, თუმცა ისინი მაინც იმდენად გავლენიანები არიან, რომ პარლამენტი დათხოვნილია და არჩევნები არ ტარდება. თუ მაგალითად ქუეითში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა, მუსლიმთა საძმო შეძლებდა ხელისუფლებაში მოსვლას, როგორი ასპარეზებდნენ? იმიტომ რომ მე პარლამენტში კენჭი ვიყარე, მას შემდეგ რაც ქუეითში ნებისმიერ მედია საშუალებასთან საუბარი ამიგრძალეს. ეს იყო კულტურული საბჭოს პროექტი, კარგი? მათ სურდათ, ესე ვთქვათ, კულტურული სივრციდან ჩამომეშორებინათ. უთხარი საკუთარ თავს, იცი რა? პარლამენტში კენჭს ვიყრი. მინდოდა მენახა, რას ფიქრობენ ადამიანები ჩემზე. და დამიჯერე არის, პარლამენტში კენჭი პოლიტიკოსად არ მიკრია. კენჭი ვიყარე, როგორც ადამიანი, რომელიც მზადაა დებატისთვის, რადგან ქუეითი კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო განხილვადი. ამიტომაც თქვი, ქუეითს აღვადგენ და ეს არის ჩემი კამპანია. მინდა მედიაში თქვენთან შეხვედრა. მოდით გავმართოთ დებატი, ღია დებატი ისრაელზე, ვილაპარაკოთ, იცით, ემირატებზე, რომლებსაც ახლა იმ ქვეყნად მოიხსენიებთ, რომელიც ახალ რელიგიას ამკვიდრებს, სახელად აბრაამის რელიგიას. ამიტომაც თქვი, ეს სიმართლე არ არის. და თუ არსებობს აბრაამის რელიგია, მე ათეისტი ვარ. მეორე დღესვე შევუერთები მას, რადგან
ეს რელიგია მთელ მსოფლიოს გაერთიანებს. ხმარ ფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ქუვეითში დაბრუნდებით? არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. არ მგონია ეს ქუვეითს გამოადგეს, არც მე გამომადგება. პირველ რიგში ჩემი რეპუტაციის აღდგენა მჭირდება. და დღემდე სიკვდილის მუქარები მაქვს. დაახლოებით 49 საქმეა ჩემს წინააღმდეგ. და ეს მუდმივად ახლდება. მე ქუვეითში სიტუაცია არ არის სტაბილური. მე უბრალოდ უნდა დაველოდო სწორ მომენტს და მერე წავიდე და იქნებ ქუვეითი ავადგინო, როცა ისრაელი ხიად ჩვენი მეგობარი გახდება. კარგი, მოდი ვნახოთ რა მოხდება ჯერ. მაგრამ ლოცულობ რომ დადგეს ის დღე, როცა ქუვეითში ოჯახთან დაბრუნებას შეძლებ. მინდა შოუს ბოლო ნაწილზე გადავიდე. ეს არის სწრაფი კითხვების სეგმენტი. სამ სურათს გაჩვენებ და მითხარი პირველი რამ რაც გაგახსენდება, მოკლედ თუ შეიძლება. პირველი სურათი ეს არის შეიხი მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი, ქუვეითის მმართველი და მე-17 ემირი. ეს მამა მიყვარს ის. და ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან რთულ დროს ქუვეითს აღადგენს. ის ცვლილებების შემოგანია, ის თამაშის წესებს ცვლის. საინტერესო. კარგი. მეორე სურათი. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მე ნამდვილად ვცემ პატივს მის მოსაზრებებს ახლო აღმოსავლეთზე და იმაზე თუ როგორ სურს მას რადიკალური ისლამისტების განადგურება. მე მესმის მისი სირთულეები შეერთებულ შტატებში. მე ვფიქრობ, რომ ისიც ვითარებას ცვლის, მაგრამ სხვა გზით, ახალ სისტემაში და ახალ სტილში. მაგრამ ვფიქრობ, მას სჭირდება, იცით, არა რომ, იცით, გახსნას. მისი საზღვრები ყველა კონფლიქტისთვის ერთდროულად. კანადა მშვენიერი ქვეყანაა. გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო, თავი დაანებეთ კანადას. კარგი. ვხედავ რომ აქ ორმაგი ერთგულება გაქვთ. მინდა გადავიდე პირად ფოტოზე, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ. თქვენ გამომიგზავნეთ, როცა შოუს დაწყებამდე ვისაუბრეთ. ეს თქვენ და თქვენი მამა ხართ ქუვეითში. გაგვიწერეთ რა ჩანს ამ ფოტოზე. როდის არის გადაღებული და რას გახსენებთ ეს თქვენთვის? როგორ იზრდებოდით ბავშვობაში ქუვეითში? პირველ რიგში გთხოვთ დამიჯერეთ, მეგობრებო, ეს მე ვარ. მეორეც ეს ბიჭი ის თავდაცვის მინისტრის დაზვერვაში მუშაობდა და მან მასწავლა როგორ უნდა დავპირისპირებოდი რადიკალი ისლამისტების იდეებს. ეს ბიჭი ძალიან განათლებული ადამიანი. მას შემდეგ რაც ის 2014 წელს გარდაიცვალა, მისმა იდეებმა და იმ სიმამაცემ, რაც მან შემატა, მაიძულა ალხვაში წავსულიყავ. დავიწყე წერა. ეს ჩემი ცხოვრების დიდი შოკი იყო. არ მახსოვს, რომ ის სადმე მენახოს. ის იყო ის, ვინც აანალიზებდა რა ხდებოდა. ის წერდა ანგარიშებს მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგ. ის ძალიან პატრიოტია და ხო, მისი სია. გულისხმობ ცოტა ხნის წინ კითხეთ, წარმოიდგენ თუ არა ქუვეითში დაბრუნებას და თქვით რომ იქ სიტუაცია ძალიან არასტაბილურია. ასე რომ იმედიანად ხართ? თქვით რომ ამჟამიდელი ემირი ქვეყნის მამა პროგრესულად მოაზროვნეა და ცვლილებებს ახორციელებს. გაქვთ იმედი რომ ქუვეითს რეგიონში უკეთესი მომავალი ექნება და შესაძლოა ახალ კავშირებსაც დაამყარებს. დიახ, ორი გასხვავებული რამ არის. ერთი ის მზად ვარ თუ არა ქუვეითში წასასვლელად. და მეორეა, გახდება თუ არა ქუვეითი უკეთესი ქვეყანა უახლოეს მომავალში. და მე ვფიქრობ ქუვეითი მიდის. სწორი მიმართულებით, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ჩემთვის რომ დავბრუნდე და ეს ზეწოლა მოვახდინო მართლ ოჯახზე. სხვათა შორის არასდროს მავიწყდება, რომ მათ მომწეს ქუვეითიდან გაქცევის საშუალება. მათ მითხრეს, რომ მოგიხსნით მოგზაურობის აკრძალვას, იმგზავრე ახლავე, გაიქეცი ახლავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში ჩამაგდებენ და 14 წელს მომისჩი. ამიტომ ამას არასოდეს დავივიწყებ და ვიცი, რომ ისინი ეთანხმებიან უმეტესობას იმისა, რასაც ვამბობ, ვაკეთებ და რისიც მჯერ. ამიტომ გამიშვეს, სხვა შემთხვევაში კარს დამიხურავდნენ. და შინაგან საქმეთა მინისტრი ისევ ძალიან დაბრაზებული იყო
ამიტომ აი ეს არის მთავარი. ქუვეითი ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ქუვეითი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონისთვის. ქუვეითი, ხო იცით, ერთგვარი ჭაობია, რომელიც ყველა პრობლემას ისრუტავს და მათ მუსიკად აქცევს. რაღაც ძალიან ახლოს ამასთან. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს რთული პერიოდია და არ მინდა ეს წნეხი ქვეყანას დაუმატო. ჯასმ პირადად უნდა ვთქვა, რომ ის ფაქტი, რომ ასე თამამად საუბრობ და ერთობლივი ცხოვრების იდეებს ავრცელებ რეგიონში, ცდილობ დაანგრიო ეს წინასწარი წარმოდგენები და ბევრი პროპაგანდა, ვფიქრობ ძალიან მამაცია შენი მხრიდან. და ამისთვის გიფასებ და გააგრძელე ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც აკეთებ. სამწუხაროდ ეხლა მოგვიწევს ეს საუბარი აქ დავასრულოთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო ჯასმ ალჯურაით, რომ ამ საღამოს შემომიერთდი. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც გადაცემაში On The Record. დღევანდელ ეპიზოდს და ყველა წინა გადაცემას შეგიძლიათ იპოვოთ YouTube-ზე და Spotify-ზე. მადლობა ყურებისთვის.